ყველას მოგესალმებით გრიმუარის არხზე. დღეს გვექნება ძალიან საინტერესო ვიდეო და კვლავ თქვენთან ერთად ხმამაღლა ვიფიქრებ და ვიმსჯელებ. დღევანდელი ვიდეოს სახელწოდება, როგორც უკვე მიხვდით, სამყარო სამართლიანია. ეს არის ზოგადი სახელწოდება და გადავწყვიტე, რომ ეს ვიდეო გამეყო ორ ნაწილად, ან ნახოთ შეიძლება სერიებადაც მომავალში თუ კი კიდევ რაიმე საინტერესო ფიქრები მექნება და საინტერესო მიგნებები, თუმცა ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ ალბათ ჯერჯერობით ჩავწერ ორ ნაწილად. თავიდან ვფიქრობდი, რომ ესეთი დიდი მსუყე ვიდეო გამეკეთებინა საათს ერთიანად მოგაწვდით მასალას, მაგრამ ბოლოს გადავიფიქრე, რადგან ერთის მხრივ მიუხედავად იმისა, რომ საკითხებს, რომელთაგან ხილვაც მინდა ამ ორ სერიაში თუ ორ ნაწილში გარკვეული კავშირი აქვთ ერთმანეთთან, ეს მაინც ცალკე მდგომი თემებია. და გარდა ამისა, რა თქმა უნდა, დიდი ვიდეოს მოსმენა უფრო რთულია, მით უმეტეს ეპოქაში, როდესაც ადამიანს ასე ძალიან უჭირს კონცენტრაცია ხანგრძლივ პროცესებსა და ხანგრძლივ კონტენტზე. მასშტაბი. რატომ დავარქვი ამ ვიდეოს სამყარო სამართლიანია და რა არის ამ ვიდეოს სერიების მიზანი? ზოგადად ადამიანებს ხშირად ახასიათებთ ხოლმე თქვა, რომ სამყარო არის უსამართლო, ან ღმერთი არის უსამართლო, ან პირიქით, რომ სამყაროში არსებობს გარკვეული სამართალი და ასე შემდეგ. მინდა რომ ძალიან მარტივი, ადამიანური და უშუალო ენით დაგანახოთ, რას გულისხმობს სამყაროს სამართლიანობა, რადგან დამიჯერეთ ის დიდწილად განსხვავდება სამართლის ადამიანური გაგებისაგან და დღევანდელი კონცენტრაცია ძირითადი იქნება ჩვენი სურვილების გარშემო. კერძოდ განვიხილავ იმას, თუ რატომ არ გისრულდებათ სურვილები, რატომ შეიძლება არ გისრულდებოდეთ სურვილები და რატომ არ უნდა აგისრულდეთ ყველა სურვილი. კი, მართალია ადამიანური გადმოსახედიდან ეს საკმაოდ მტკივნეულად ჟღერს, ალბათ იფიქრებთ, რას ვქვია, რატო არ უნდა ამიზრულდეს ერთი სურვილი და დამიჯერეთ ადრე მეც ესე ვფიქრობდი, მაგრამ როდესაც იწყება მსჯელობას, აზროვნებას და სამყაროს დანახვას მაგიური, ოკულტური, ეზოთერული პრიზმიდან რაღაცებს ცოტა სხვანაირად უყურებ. ისევე როგორც ფილოსოფოსი ვეღარ უყურებს სამყაროს ჩვეულებრივი თვალით, დაახლოებით იგივე, იმიტომ რომ ჩემი აზრით და პირადად ჩემთვის ეზოთერიკა უპირველეს ყოვლისა არის გარკვეული ფორმა ფილოსოფიის, უბრალოდ უფრო პრაქტიკული, მოდით ესე დავარქვათ და გამოყენებით. მასშტაბი, სანამ გადავალ იმის განმარტებაზე და ახსნაზე, თუ რატომ არ გისრულდებათ სურვილები და რატომ არის ეს სამართლიანი, მინდა რომ განმარტო ორი ძალიან მნიშვნელოვანი ტერმინი, ეს არის ეზოთერიკა და ეგზოთერიკა. პირველი ტერმინი დარწმუნებული ვარ, ბევრჯერ გსმენიათ, რადგან საკმაოდ პოპულარული ტერმინია, რასაც ვერ ვითხოვდი მეორეზე. ანუ საუბარი გვაქვს ეზოთერიზმსა და ეგზოთერიზმზე. მოდით პირველ რიგში შევთანხმდეთ იმაზე, რომ თანამედროვე ეზოთერიკა არ არის. თანამედროვე ეზოთერიკას უწოდებ ყველაფერს, რასაც ვხედავთ New Age ჯადოქრობისა და საოცრებების სამყაროში, რასაც ვხედავთ ონლაინ სივრცეში და რასაც მარტივად რო ვთქვათ, გვასწავლიან კლავიატურის ჯადოქრები, ესე რო ვთქვათ. ეს არ არის ეზოთერიკა და არაფერი არ აქვს ამ ყველაფერს საერთო ეზოთერიკასთან გარდა სახელწოდებისა და მოდით ესე ვთქვათ, სანახაობრივი შოუს ელემენტებისა. კერძოდ რატომ? თუკი სიტყვა ეზოთერიკა, ეზოთერიკოს ბერძნულიდან გულისხმობს რაღაც შინაგანს, ეზოთერიკოს ბერძნულად გულისხმობდა შინაგან, დაფარულ, გასაიდუმლოებულს. ეგზოთერიკოს მეორეს მხრივ გულისხმობს გარეგანს. ორივე სიტყვა არის ბერძნული წარმოშობის. მასშტაბი, ნახეთ როგორი ამბავია. ეზოთერიკა, მარტივად რო ვთქვათ, არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის შინაგან უხილავ პროცესებს, მაგალითად როგორიც არის გარკვეული დაფარული შინაარსები, რომელიც შეიძლება ადამიანმა გარკვეული ინიციაციებისა და სულიერი გარდაქმნების შედეგად გახსნას, როგორიც არის სიმბოლოები, მათი გაგება, ინტერპრეტაცია, როგორიც არის არქეტიპების სიღრმისეული წვდომა, როგორიც არის მოდით ესე დავარქვათ, მათემატიკა და მეცნიერება ყოველგვარ სიმბოლოს, მითებსა თუ ლეგენდებს მიღმა. ანუ აქ ჩვენ გვაქვს საუბარი ამ ყველაფრის ძალიან შინაგან, ღრმა და უხილავ გაგებაზე. რაც გარკვეულწილად საიდუმლოსთანაც არის დაკავშირებული ცხადია, თუმცა რა თქმა უნდა, თვითონ სიტყვა ეზოთერიკა არ გულისხმობს გასაიდუმლოებულ საძმოს მაგალითად, მაგრამ ესეც ერთ-ერთი ასპექტია. ხოლო ეგზოთერიკა ეს არის გარეგანი პროცესები არა შინაგანი და დაფარული, არამედ პირიქით გამოხატული.
აი მოდით მაგალითს მოგიყვანთ ყველასათვის ცნობილი ტაროს არკანი სიკვდილი. უფრო სწორად კი უსახელო არკანი, მე-13 არკანი. ეგზოთერული მისი განმარტება, ანუ გარეგანი, ხილული, საერო ხალხისათვის ხელმისაწვდომი არის გარკვეული სახის უბედურება, ცუდი მოვლენა, ტკივილი, უეცარი დაშორება მაგალითად პარტნიორთან და ასე შემდეგ. ანუ ეს არის მატერიაში გამოხატული ზედაპირული, უბრალო ჩვეულებრივი ადამიანებისათვის მონით ესე დავარქვათ ხელმისაწვდომი ინფორმაციის პლასტი, მაგრამ ეზოთერულ დონეზე ტაროს არკანი ნომერი 13 სულაც არ გულისხმობს მხოლოდ რაღაცის გაწყვეტას. ეს არის ეგოს დაშლის პროცესი, ეს არის ინიციაცია, ეს არის სულის გარდაქმნისა და ხელახლა დაბადების პროცესი. ეს არის ფსიქოლოგიური ღრმა სამუშაო, ეს არის ის, რასაც მაგალითად ალქიმიკოსები უწოდებდნენ ნიგრედოს, ისევე როგორც კარლ იუნგი თავის სწავლებებში. ეხლა ეს შინაარსები, როგორიც ჩვენ გვხვდება მაგალითად ალქიმიაში ან სიღრმის ფსიქოლოგიაში, აბსოლუტურად არაფერს საერთოს, მარტივ დონეზე ვთქვათ, არ ატარებს იმასთან, რასაც გვასწავლის ეგზოთერიკა. მარტივად ვთქვათ, ეგზოთერიკა არის ძალიან ზედაპირული. ეგზოთერიკა არის, როდესაც გასწავლიან დახატე ესა და ეს რუნები და მოვა ფული, ან დახატე ეს სიმბოლო და იქნები დაცული, ან აი ამას თუ ჩამოიცვამ თავზე რაღაცა ჯადოსნურ ქუდს, მოხდება ასე და ასე. ეზოთერიკა მეორეს მხრივ ეს არის ძალიან ღრმა მეცნიერება, რომელთაც ძირითადად არ ინტერესდებიან ის ადამიანები, ვინც ბჭყალებში ვთქვათ ეზოთერიკაზე საუბრობენ. ისინი არ არიან გარკვეული პროცესებში და არ იზიარებენ ერთ უმარტივეს თვისებას, რომელიც მაგალითად ძველი თაობის ეზოთერიკოსებს ჰქონდათ, სწავლა. სიბრძნის წყურვილი. ძველად თუ გადავხედავთ ცნობილ ავტორებს, ცნობილ ეზოთერიკოსებს, თუნდაც როგორებიც იყვნენ მენლი პალმერ ჰოლი, როგორიც იყვნენ ისრაელ რეგარდი, მაკგრეგორ მაზერსი, ალისტერ კროული ცნობილი ხომ, იყვნენ უზომოდ განსწავლული, წარჩინებული, ძალიან ნიჭიერი და განათლებული ადამიანები. თანამედროვე ეზოთერიკა არის ჯადოქრობა, ჯადობაზობა, მჭხიბაობა და მკითხაობა, რაც ჩემთვის პირადად ძალიან სამწუხარო, თუმცა რას ვიზავთ. ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და პოპულარიზაციას ხშირ შემთხვევაში სწორედ ეს მაქვს, რაც რაღაც მხრივ შეიძლება კარგი იყოს, მაგრამ მინუსებიც ახლავს. ეხლა რატო ვისაუბრე ამ ყველაფერთან დაკავშირებით? ნახეთ როგორი რაღაცა აი ეს ეგზოთერული ხედვა გულისხმობს იმას, რომ უბრალოდ მიდი ჩაატარე რაღაც რიტუალი და მოხდება რაღაც. ანუ აქ ჩვენ გვაინტერესებს, უბრალოდ ეგზოთერულად მოაზროვნე ადამიანს აინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ ზედაპირი. ზედაპირი გულისხმობს რაღაც X ფიზიკურ მოქმედებას, როგორიც არის მაგალითად სიმბოლოს დახატვა და Y შედეგს, როგორიც არის მაგალითად ფული, რომელიც ჩაგერიცხა ანგარიშზე. მაგრამ აი ეზოთერულ დონეზე ეს ყველაფერი არ განიხილება. ეზოთერულ დონეზე ეს ყველაფერი არ ისწავლება და სამწუხაროდ იქ არ არის მოწოდებული ის მნიშვნელოვანი ბაზისი და პლასტი ინფორმაციის, რომელმაც აი ამ პრაქტიკას უნდა გაუსწროს, რომელიც უნდა იქცეს ფუნდამენტად ჩვენი გონებისათვის, რომელმაც უნდა შეგვამზადოს, რომ მე მივიღოთ სრულფასოვანი შედეგი და შევძლოთ მისი კონტროლირება და გამოყენება სასიკეთოდ. ბევრი მოკიბული საუბარი რო აღარ გამოვიდეს, გადავიდეთ მთავარ თემაზე. მაშ რაში ვლინდება სამყაროს სამართლიანობა, როდესაც თქვენ არ გისრულდებათ სურვილები და რატო არ გისრულდებათ ყველა სურვილი. აი მოდით ესეთ რაღაცაზე დავფიქრდეთ. აი ეხლა თქვენ რო გისრულდებოდეთ სურვილები, ხო? დაუშვათ ესეთი რაღაც მექანიზმი გააქტიურდა, სადაც პირობითად ვინმე მანანას მაგალითისათვის უსრულდება ნებისმიერი რამ, რაც კი მოუვა თავში. ნებისმიერი სურვილი, რომელსაც წარმოიდგენს, გაიფიქრებს, ან თუნდაც წარმოთქვამს. რა მოხდება თქვენი აზრით? დიდი ალბათობით არ ვიცი, დადრიალდება აპოკალიფსი, ხომ? რატომ? მართალია შეიძლება ვინმე მანანას გქონდეს ძალიან კარგი მიზნები, მაგალითად როგორიც არის შვილიშვილის კარგ უნივერსიტეტში მოწყობა, არ ვიცი, ჯანმრთელობა, მშვიდობა ქვეყანაზე, სიმდიდრე, კეთილდღეობა, რატომაც არა, ხომ? მშვენიერი მიზნებია. ყველას უნდა გქონდეს ასეთი მიზნები. მაგრამ დიდი ალბათობით მანანა ხანდახან ბრაზდება. ზოგჯერ შესაძლოა იწევლება კიდეც, გაუაზრებლად რა თქმა უნდა. ხანდახან ტელევიზორს ჩართავს და ახალი ამბების ყურებისას წამოსწდება ხოლმე რაღაც მაგალითად ღმერთო სტალინი დააბრუნეთ და დაგვბომბეან რაიმე მსგავსი. ეხლა წარმოიდგინეთ,
ღმერთი რო უსმენდეს ამ ადამიანს და ყველა სურვილს უსრულებდეს რა მოხდებოდა, ხო? ეს ხო უსამართლო იქნებოდა. ანდა თუ კი მანანას უსრულდება ყველა სურვილი, ნოდარმა რა დააშავა. ან ლევანმა, ან ნინომ, ან ვიღაც ჯონათანმა ამერიკაში, ხო? თუ კი ერთ ადამიანს უსრულდება, მაშინ ყველა ადამიანს უნდა აუსრულდეს სურვილები, ხომ ესეა? აბა ახლა დავფიქრდეთ, როგორი იქნებოდა სამყარო ყველა ადამიანს რო უსრულდებოდეს სურვილები, ხო? ვიღაცა იფიქრებს ალბათ ბედნიერია, იმიტომ რომ ყველა იქნებოდა კმაყოფილი, მაგრამ თქვენ გავიწყდებათ ისეთი ადამიანების არსებობა, რომლებსაც აქვთ არაკეთილშობილური მისწრაფებები, არამედ ერთობ საინტერესო და ეგზოტიკური ინტერესები, მიდრეკილება დანაშაულისაკენ, სადიზმისაკენ, გარყვნილებისაკენ და ასე შემდეგ, ხომ ასეა? ასე რომ აი აქ ჩანს ზუსტად რომ სამყარო არის სამართლიანი. იმიტომ რომ ყველას სურვილი ვერ აუსრულდება და არც უნდა აუსრულდეს. მაგრამ რატომ? ეხლა კითხვა ჩდება, ხომ? იქნება და პირადად შენ ხარ ძალიან კარგი ადამიანი, რომელსაც არ აქვს ბოროტის რახვები, რომელსაც სუფთა გული აქვს, როგორც ლეგენდებსა და მითებში გვხვდება ხოლმე, ხომ? და მაინც რატომ არ გისრულდება სურვილი, ხომ? ნახეთ როგორი რაღაცა იმისათვის რომ ღმერთმა თუ სამყარომ თუ ფარველმა ანგელოზებმა გაიგონ რომ შენ გაქვს სუფთა გული და რომ შენი სურვილები ნამდვილად რაღაცა ღირს, საჭიროა გარკვეული განაცხადი. ეს იგივეა რომ მიხვიდე მაგალითად რომელიმე კომპანიაში დარეგისტრირდე, ან რაღა კომპანიაში პირობითად იუსტიციის სახლში მიხვიდე და დარეგისტრირდე. მაგალითად შპს-ად დარეგისტრირდე ინვენტარმედან, ასე შემდეგ. ეს ხო განაცხადია, ეს უკვე გარკვეული იმპულსია, რაღაც სიტყვა, რომ მე ვარ ესა და ეს. და შენ უკვე ხარ სისტემისათვის ხილული, ხომ? იგივე ხდება აქაც, იმისათვის რომ შენ სამყაროს იმ გარკვეულმა ძალამ მოგაქციოს ყურადღება, საჭირო განაცხადი. განაცხადი ამ შემთხვევაში არის როგორი? აქ არ მაქვს ლაპარაკი ეგრეგორებთან ურთიერთქმედებაზე, კონტრაქტებზე და მსგავს რთულ თემებზე, ეს არ არის ჩვენთვის ახლა საინტერესო. განაცხადი უპირველეს ყოვლისა ყველაზე ხმამაღალი ეს არის განზრახვა. როდესაც იწყებ სწავლას, როდესაც იწყებ მეცადინეობას, როდესაც იწყებ ვარჯიშს და ეკიდები საქმეს სერიოზულად. აი ყოველთვის ამას ვამბობ ხოლმე რა, თუ გინდა რაღაცის გაკეთება, შეისწავლე. ნახეთ რატომ შენ თუ კი მიდიხარ ამ საქმესთან, ესე რომ ვთქვათ, ეზოთერიკას თუ კი აკითხავ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი მატერიალური და მერკანტილური თუ ეგოცენტრული ინტერესების დასაკმაყოფილებლად, ის არ მოგცემს იმ წყალობას, რომელიც გჭირდება. მაგრამ თუ კი შენი ინტერესი არის გულწრფელი და ნათელი, ის დაგასაჩუქრებს ყველანაირი სიუხვით. სულიერით, გონებრივითაც და მატერიალურითაც რასაკვირველია. გამოიხატება კი ეს ჭეშმარიტ ინტერესში, განვითარების სურვილში, გონებისა და სულის ამაღლებაში, ხომ? ადამიანურად ზრდა განვითარებაში, მორალურ ზრდაში და ასე შემდეგ. რაც პირველ რიგში ხდება განათლებით, ცოდნის მიღებით, გონების გამდიდრებით, ესე რომ ვთქვათ. შემდგომ როგორი რაღაც ხდება, ნახეთ, აი მაგალითად თუ კი გადახედავთ აბსოლუტურად ნებისმიერ ძველ ტექსტს, გასული საუკუნეების ეზოთერულ მოღვაწეთა ნაშრომებს, იქნება ეს მე-20 თუ მე-19 თუ უფრო ძველი საუკუნეების ავტორთა ნაშრომებს, ესე თქვათ, აბსოლუტურად ყველგან გვხვდება ერთი ძალიან საინტერესო ფაქტორი. ეს არის სავარჯიშოები მიმართული ყურადღებაზე, რასაც დღეს რატომღაც არ გვასწავლიან აი ჩვენი თანამედროვე ეგზოთერიკოსები და არა ეზოთერიკოსები. რატომ არის კერძოდ ყურადღების სავარჯიშოები მნიშვნელოვანი და რატომ აქცევდნენ ძველად მათ ამხელა ყურადღებას ეს ერთობ საინტერესო და განათლებული ადამიანები, ხომ? კერძოდ რატომ? ყურადღების ვარჯიშის, ყურადღების დახვეწის, ყურადღების გაძლიერების მეშვეობით ეზოთერიკოსი ახერხებდა, რომ მისი გონება გაეხადა მართვადი და მისი ასე თქვათ იმპულსური და ცხოველური ადამიანური ბუნება დაეძლია. რაც ხდებოდა გარკვეული ასკეტური პრაქტიკების, მარხვების, შეზღუდვების, სავარჯიშოების, მეცადინეობის სწავლისა თუ 1000 სხვა აქტივობისა და პროცესის შედეგად. რატომ იყო კერძოდ ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ როდესაც ეს ადამიანი ცხოველი, როგორც უწოდებენ ხოლმე მას ფსიქოლოგები, ფილოსოფოსები და ეზოთერიკოსები, ანუ იმპულსური ადამიანი, მოუთმენელი ადამიანი, ვნებათა ღელვით შეპყრობილი ადამიანი, როდესაც არის პროცესების სათავეში, ის ფეთქდება.
მისი გონება გარბის, შეიძლება მაგალითად რაიმე წმინდა და საკრალური რიტუალის დროს მან წარმოიდგინოს რაიმე საძაგლობა. შეიძლება მაგალითად ადამიანისათვის სამკურნალო თილისმის კეთებისას ამან იფიქროს кейპზე მაგალითად, ან იფიქროს თავის კლასელზე, რომელმაც აწყენინა, ან პარალელურად მოусმინოს ახალ ამბებს და აგინოს პოლიტიკოსს, ხომ? და რა გამოა მერე რომ ეს ჯანმრთელობისათვის შექმნილი თილისმა საბოლოოდ გამოდის ჯადო, იმიტომ რომ თუ შენ პარალელურად ცუდ რაღაცებზე ფიქრობ, მით უმეტეს თუ კი ამ ცუდ რაღაცებს ამბობ, ამ ყველაფრით მოხტავ შენს ნაკეთობას მეტი კი არაფერი. თილისმა პირობითად ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი სახის რიტუალი, ნებისმიერი სახის პრაქტიკა, თუნდაც უბრალოდ ვიზუალიზაციაც კი. ამიტომ ნახეთ მნიშვნელოვანი იყო სავარჯიშოები, რომელიც დაეხმარებოდა ეზოთერიკოს იმაში, რომ მისი გონება არ გარბოდეს, რომ მას შეძლებოდა ფოკუსირება მხოლოდ და მხოლოდ იმ საკითხებზე, რომელიც იყო მისთვის მნიშვნელოვანი, რომელსაც მოიაზრებდა მისი პრაქტიკა, რომელსაც მოიაზრებდა მისი მაგიური ოპერაცია. ასე რომ სამყარო სამართლიანია და ზუსტად ეს არის ბერკეტი. თუ კი თქვენი ყურადღება არის საკმარისად ძლიერი და როგორც იტყოდნენ ხოლმე ადრე, ესეც საინტერესო სიმბოლიკა არის ხოლმე და შედარება מחვილივით ბასრი და ზუსტი თუ კი არის თქვენი გონება და თქვენი ყურადღება, დიდი ალბათობით სურვილების ასრულებასაც ბევრად მარტივად შეძლებთ. რადგან ეს ყველაფერი გააქტიურებს იმ ბერკეტს, რომლის მეშვეობითაც სამყარო შეძლებს რომ აღარ აღიქვათ საფრთხეთ, აღარ აღიქვათ პრობლემად, რომ იქ სადღაც დაფიქსირდეს, რომ ამ ადამიანს აქვს ფილტრი, ამ ადამიანს შეუძლია რაღაცების გაკონტროლება, მაშასადამე მისთვის ცოტათი მეტი ძალაუფლების მიცემა არ არის უსამართლო და საშიში. ასე რომ მიფიქრეთ ამაზე, ვფიქრობ საინტერესო საზრდოა ქონებისათვის. ამაზე დღევანდელი ვიდეო სრულდება. მეორე ნაწილში კი კიდევ ერთ ძალიან საინტერესო თემას განვიხილავთ. თუ გსურთ მეტის გაგება, თუ გსურთ მეტის შესწავლა, შეგიძლიათ ჩაეწეროთ ჩემს ონლაინ კურსებზე. კურსების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს საიტზე grimoire.g. ხოლო თუ გენდომებათ ენერგეტიკულ დიაგნოსტიკაზე, ტაროს სესიაზე, ან სხვა კონსულტაციებზე ჩაწერა, მომართეთ პირადში. ჩემს საკონტაქტო ინფორმაციას იხილავთ ვიდეოს ქვეშ აღწერაში და აგრეთვე ეკრანზეც. დროებით გემშვიდობებით, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება, მე კი შეგხვდებით მომდევნო ვიდეოში.